კიდეა. არა. დაიწყე. ვაგზავნებთ პირდაპირ ეთერს კიდევ ერთხელ მივესალმებით მაყურებელს და მიმართულება ზუსტად იმაზე, რაზეც საუბრობდით, ვაგზავნებთ იმ მიმართულებით, რომ შეიქმნა არაჩვეულებრივი წიგნი, არის უამრავი გონიერი ადამიანი ქვეყანაში და რით შეიძლება რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს და მოვიდეს ქმედებაში. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ბატონო დავით, ჩვენ საუბრობდით შესვენებისთვის და ძალიან საინტერესო თემას შეეხებთ და თუ შეიძლება რომ აი ეს განავრცოთ ჩვენი მაყურებლისთვისაც კიდევ საინტერესო. გმადლობთ ქალბატონო მედეა. ჩვენ ასე წარმოგვიდგენია, რომ პირველ რიგში ვინაიდან ვართ სოფლიო ცვლილებების ეპოქაში, მოვიპოვებთ სუვერენიტეტს უფრო მაღალი ხარისხით ვიდრე აქამდე გქონდა, ამისთვის ჩვენ გვჭირდება დიაგნოზი დავსვათ. რა სჭირს საქართველოს, რა სჭირს მის ეკონომიკას, რა სჭირს მისი რესურსების გამოყენებას. დიაგნოზის დასმა ნიშნავს შემდეგს, რომ შემდეგ ყოველივე ამისა დავიწყოთ თითოეული ქვედარგის, დარგის და მთლიანად ეკონომიკის გაჯანსაღებაზე შეთავაზებების გაკეთება საქართველოს ხელისუფლებისადმი. თუ ისინი ამას მოისმენენ, ჩვენ მათ მხარში დაუდგებით, თუ ამას ვერ გაიგებენ, ჩვენ მათ ძიმე დღეში ჩავაგდებთ. აი ეს არის ამოცანა, რომელსაც მე განვახორციელებდი ჩემზე როგორც დამოკიდებული. რას ნიშნავს დიაგნოზის დასმა? განათლებაზე იყო ძალიან საინტერესო შეფასებები ბატონი ამირანის და ზოგადად კონკრეტული მაგალითების მოყოლა უმაღლესი სასწავლებელიდან. მე ვურჩევდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაავალოს განათლების მინისტრის შემდეგი. ავიღებდი ბოლო 20 წელიწადში 2 უკანასკნელი ხელისუფლების დროს ყველა უმაღლესმა სასწავლებლებმა თითოეული სპეციალობის მიხედვით რა დიპლომები გასცა რომელ ადამიანებზე სახელები და გვარებით. ამას ისევე ნუ გვეტყვით, როგორც არ გითხარით ეს სტატისტიკური მონაცემები საქართველოს მოსახლეობის აღწერა რომ ჩატარდა დარგვევნებით, ამასაც ნუ გვეტყვით. თქვენთვის დაადგინეთ, რომ ის ვინც 20 წლის წინ, 15 წლის წინ, 10 წლის წინ ყველამ რა დიპლომიც კი არ უნდა მიიღოს, პირდაპირ მოიპოვება და ამის პრობლემა არ არის, ის ადამიანები დღეს სად არიან? სად მუშაობენ? საქართველოში არიან თუ უცხოეთში არიან? თუ საქართველოში არიან, რას აკეთებენ? ის დიპლომი შეესაბამება იმ საქმეს, რასაც ისინი აკეთებენ. მუშაობენ თუ არ მუშაობენ? ეს არის პირველი ლამბიჯი დიაგნოზის დასმისა. შემდეგი, უკვე უახლოვდები მე ამ წიგნს. ამ წიგნში მოცემულია ის სიმდიდრე, რომელიც საქართველოს გაგვაჩნია, რომელიც ვერ მოახერხეს და ვერ დაანიავეს, იმიტომ რომ გემის გაყიდვა ადვილია, ქარხნიდან ჩარხების გამოტანა და გაყიდვა ადვილია, მაგრამ წიაღისეული რომ გამოვიტანონ და გაყიდო, მაგას ტექნოლოგია ჭირდება, თონა ჭირდება. ამიტომ ის წიაღისეული რაც დაგვრჩა, აქაც შესანიშნავად ბრძანეთ თქვენ ბატონებო, წინა 1 საათში, რომ უნდა შეფასდეს რაც გაგვაჩნია, რომელიც ამ წიგნში ამოცემული და აქვე უნდა დაემატოს ახალი თავი. კი, მაგრამ ვისია ეს დღეს? მაგალითი არის შესანიშნავი ბატონი გივით ალაკვაძე, მასთან ყოველდღიური კავშირი გამაჩნია და ერთი მაგალითი მომიყვანა. გურიაში არის ბენტონეტის საბადოები, რომელიც იყიდეს ბერძნებმა, რავი, 20 წლის წინ ალბათ, ნუ დაახარო ის, მაგრამ დაახლოებით. რომელ ბერძნებმა იყიდეს? ვისაც ბენტონეტი გააჩნიათ საბერძნეთში, რომლებიც აკეთებენ მის წარმოებას და უცხოეთში გაყიდვას. მათ ეს იყიდეს იმიტომ კი არა, რომ გურიაში მოიპოვონ და გაყიდონ, არამედ დააკონსერვეს და გააჭერეს. საქართველოს ბენტონეტს აღარც ფლობს, აღარც აწარმოებს და აღარც ზრდის ახალგაზრდებს, რომ ამაში როგორც სპეციალისტები გამოზარდოს. ეს მდგომარეობა ყველგან და ყველაფერში, კაცო, მაგალითი გითხარითაც წიაღისეულ შეეხება. ყველგან და ყველაფერში. ვისაც ჩვენ ვეძახით ინვესტორებს, უცხოელებს 99% აჩერებს ქართულ დარგებს. ეკონომიკის სამინისტროს 20 წელი უყარია ფერერო შემოვიდა. რა ფერერო შემოვიდა, იმიტომ რომ ეს მესამე ადგილზე მყოფი თხილის ექსპორტი საქართველოს ოქონა მესამე ადგილი უკვე მიღწეული თურქების და იტალიელების მერე და როცა მე მუშაობდი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჩვენი გეგმა იყო რომ გადასულიყავით მეორეზე გაგვესწრო იტალიისთვის. სწორედ იტალიურმა სოფლიო კორპორაციამ იყიდა მიწები სრულ კონტროლს ფლობს ვინმეს აწარმოებს, საუკეთესო ფერმერები თავის ქვეშ ყავს ორგანიზებული და მათგან ყიდულობს კაპიკებში იმას რაც ჩვენი გლეხებისაა და კაპიკებად აბარებენ ამას იმერეთში, სამეგრელოში განსაკუთრებით და გურიაში და ჩვენ 2015-16 წლებში ქონდა 180 მილიონი დოლარის ექსპორტი წელიწადში თხილისა ექსპორტი სოფლიოში და ევროპაში განსაკუთრებით ის არის განახევრებული დღეს 90 მილიონია. როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო? გეგმა გაწერილი, პროექტები დაწყებული
დარჩელში 800-კაციანი კოოპერატივი შექმნილი ბატონი პატაკო გოშვილი მაშინ ამას მასწავლიდა მე და გავაკეთეთ განვახორ 800-კაციანი 800 კაცი დიდ სოფელში დაჩაგრულ სოფელში წოდაშორის 90-იან წლებში ქონდა თავის საკუთარი ქარხანა აშენებული რომ ადამიანებს თავის ცხილის ექსპორტი გაეკეთებინათ გააკოტრეს გაანადგურეს და ჩაწიხლეს ის კოოპერაცია იმიტომ გლეხები დააშორეს ერთი მეორეს და წარმოება გადავიდა სხვის ხელში უკვე ეს სიმდიდრე სადმინის კაცო ამას აკეთებენ უცხოური კომპანიები, ამას აკეთებენ USAID-ები, ამას აკეთებენ ყველა ინვესტორები. ისინი აჩერებენ დარგობრივად ყველაფერ ქართულს. ამიტომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო თქვენ მოგმართათ პირდაპირ, ჩემი მეგობრები ხარ და ყველა მიცნობთ მე ვინა ვარ და რას ვლაპარაკობ ახლა. თქვენი პირადი ვალდებულება იქნება იმისა, რომ აიღოთ ეს ციგნი, ჩვენ წარმოგიდგენთ თითოეული დარგის და ქვედარგის მიხედვით რა არის გასაკეთებელი, ვისია ბერძნები არ ამუშავებენ სასწრაფო ნაციონალიზაცია და კანონში საჭიროა ცვლილებების მიღება თქვენ ხელშია პარლამენტის და მთავრობაც გამოიყენეთ ეს დრო მე ხარ რომ მკითხოს კაცმა მე დავეთანხმები ბატონ თემურის პოლიტიკურ შეთავაზებას ახლა როგორც ერთ-ერთი ამომრჩეველი რომ უმჯობესი იქნება თქვენთვის და საქართველოსთვის რომ მომავალ წელს კაი წელს თავი დავანებოთ ახლა ადგილობრივი არჩევნებია ერთ წელიწადში მაინც წელიწად ნახევარში საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება ქვეყანაში რომ თქვენ გჭირდებათ ეს პოლიტიკური ზალები აღარ არსებობენ კაცო თქვენ გჭირდებათ იმიტომ რომ აქ დახავსებისკენ მიდის საქართველო და ის რაც მსოფლიოში ომის სახით ელოდება მსოფლიოს ჩვენ უპუროთ უსაჭმელოდ ვჩებით პირველივე თვეში ეს რომ მოხდეს და უკვე მოახლოებულია და ეს მოხდება აუცილებლად ნუ გაქვთ იმის იმედი რომ აქ ტურისტები გადაგარჩენენ არაფერს არ გადაგარჩენენ დაიწყეთ ეს სულელეები რაც გვაქვს სასწრაფო დაიწყეთ გაგება რა გაგვაჩნია საჭმელი როგორ მოიყვანოთ ჩვენი ხორბალი პური რძე ხორცი და შემდეგ გადახვიდეთ თითოეულ წიაღისეულზე რომ გურიაში რომ მაგალითია ყველა რაიონში და რეგიონში ეს ბენტონიტი რომ გაგვაჩნია ეს ბენტონიც რა უნდა უშველოთ სახელმწიფო ინვესტიციების საჭირო არანაირი ინვესტორების ზოგნა არც ქართველების და უცხოელების სახელმწიფო ინვესტიცია რომ დაიგო რომ შეაფასებ და გაიგებთ რომ ბენტონიც მაგალითად ასევე სულ 100 ერთეულს წიაღისეულს რომელიც არის თუ ჭირდება 100 მილიონი 50-ან 5 მილიონი ბიუჯეტში ამის ჩადება გეგმის გაწერა პასუხისმგებელი პირის გამოყოფა ვინც ბენტონიც ამოქმედებს და შემდეგ ამას გაყიდვის თუნდაც უცხოელებზე და ან თუნდაც ქართველებზე პრობლემა არ იქნება რა სახელმწიფო ინვესტიციების გარეშე სამობილიზაციო ეკონომიკის გარეშე საქართველოს სახელმწიფო დაამთავრებს თუ კი წავარ დღევანდელი ინერციით 15 წელიწადში თავის არსებობას იმიტომ რომ ჩვენ ცარიელდებით ცოდნე ხალხიც მიდიან ამ ქვეყნიდან ჩვენი მეუფროსი მეგობარი პატაკო გოშვილის არ იყოს აღარ არიან ადამიანები მიდიან კაცო ბოლო 15 წელიწადია ცოდნე ხალხიცა ვინც საქართველოსია ან ამას გაიგებთ ან აღარ იქნები თქვენ მომავალ წელს მაინც იმიტომ რომ ის რაც გასაუქმებელია კარგია რომ დროზე გაუქმდეს იმიტომ რომ ეს ზალა ვითომ ოპოზიციური აფერხებს განვითარებას ქვეყნისას არაფერთ არ ვარ გადან უკვე იწენი თავისთავი დაამლაშეს და გადაამლაშეს რა უნდა თქვა მაგათ იმედი არავის აღარ გააჩნია რეალური საქმიანობისა ამიტომ გაწმინდეთ ქვეყანა თორე საქართველოს ვერ გაუძლებს იმას რაც ჩვენ გარშემო ხდება და ეს მოხდება კავკასიაშიც ძალიან დიდ რამე შეეხო კაბადომედი ერთ სამით მინდა ვთქვა რომ აი რაზეც აგერ ბატონ დავით შეუძლია თქვას რომ კალამოისკიმ შეიძინა ეს არა იმიტომ რომ ჩვენთან განევითარებინა ეს მრეწველობა არამედ იმიტომ რომ ჩვენი გამოიყენებინა ჩვენი კვოტა რომ ჩვენ გქონდა საშუალება 4 თუ რაღაც პროცენტი გაგვეყიდა ამერიკაში და სხვაგან არა ეს კვოტა 7% მაშინ არ გქონდა ეს პროცენტი არც უკრაინას არც არავის გქონდა საქართველოს ეს ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების დროს ნუ იმის წინა შევანაც პერიოდში იქნა მოპოვებული ჩაიგდო ხელში მე როგორც კი მოვიდა ნაციონალური მოძრაობა ეს ყველაფერი კალამოისკიმ ეხლა თქვენ იცით რომ ის პრაქტიკულად ციხეშია დაჭერილია თუ ბანდიტატაა მთელ მსოფლიოში აღიარებული დღესაც ყველაფერი რჩება მთელი მარგანეც ჭიათურა ტყიბული როგორ მდგომარეობა მისი დანიშნული აქ ხალხი ყველაფერი ამაში არიან და რაც ბატონმა დავით ვაბძანა ზუსტად ესე არაფერი ჩვენი არ განვითარებულა რომ ჩვენი კოტა გაიტანეს გარეთ ასეთივე მოხდა ჩაისთან დაკავშირებით რა იყო ის ფირმა რო შემოვიდა ჩაის გურიაში რო შემოვიდა ფირმა იმას ჩაი კი არა განავითარა ქვეყანაში რაღაც ის ქვიოდა რაც თქვენ ბძანეთ მოსპო ყველაფერი ეს და თავის კოტა ჩვენი რაც ქონდა გაიტანა გარეთ ეხლა როდემდე უნდა ვიყოთ ჩვენ ასეთ მდგომარეობაში და როდემდე უნდა მუშაობდნენ ჩინერი პატიმრები აქ და 10000 ლარი ქონდეს თითოეულის ხელფასი და ჩვენი მეშახტე ტყიბულელი წინვალე პიროვნება რომ მუშაობს იქ 1200 და 1500 ლარი ქონდეს ხელფასი ბატონ თემური ეხლა მე მინდა მაინც ვფიქრობ რომ საჭიროა გავაშლო ჩვენი ეთერის საშუალებით რომ პირადად მე და ბატონმა გივით ავაკვაცე
წიგნის ავტორმა დავარიგეთ მოსაწვევები აბსოლუტურად ყველა საერთოში, არსებულ საერთოში. სამთავრობო სტრუქტურებში მოვიწვიეთ ყველა. აი დავით დათოს შეფასებას აბსოლუტურად ვიზიარებ ემოციებსაც, იმიტომ რომ როგორ ფიქრობთ ახლა ამ დღევანდელ ხელისუფლებას ან რომელიმე უცხოურ ორგანიზაციას ცოტა მაინც რომ შესტკევდეს გული ქართულ ხალხზე და საქართველოს მომავალზე. როგორ ფიქრობთ, აი ეს ადამიანები დღეს უნდა ყოფილიყვნენ თუ არა იქ? სამწუხაროდ არავინ არ მოვიდა, ვერ მოიცავეს ამ არგუმენტით და საერთოდ არ აინტერესებს ეს მათთვის არის ზედმეტი თავსატეხი. არა აქვთ ამის ინტერესი, რომ ან ესეთი წიგნი არსებობს, ან მე ის გამოიყენო პირიქით. მე ვფიქრობ, რომ პრობლემა თუ რო ხედავენ, ჩვენ ვხედავთ ქვეყნის განვითარებას. თქვენ ხო იცით რამდენიმე პიროვნება, რომელმაც კითხვა არ იცის? ძალიან ბევრს ვიცნობ ასეთი. მე გვიყვებოდა ძალიან კონკრეტულ მაგალითებს, ისნოს პირადად კითხვა არ იციან პარლამენტში. პარლამენტის წევრები და ნუ ეს მათთვის მიმინდიეს სიცოცხლე. მაგრამ აი აქვე მინდა იცით არ დავტოვოთ, არ მივაყურებთ ეს ყველაფერი და დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ თუ და წერილობით ბატონო დავით შევეხმიანოთ თუ ღია წერილით რომ აი რა პასუხი გქონია იმაზე რომ ჩვენ ესენი დავარიგეთ თითოეული წიგნი ეს არ არის იაფი საჩუქარი ხო ეს ხო ბუბუნებისაგანია პრაქტიკულად ყველაფერი საჩუქრად გადავეცით ოფიციალური მოსაწვევები ელექტრონული პოსტა ეს ყველაფერი ინგლისურენოვანი რეზიუმე აქვს შესავალი ინგლისურ ენაზე აქვს და ესე იგი რას ნიშნავს რომ ამდენი საერთო არსებობს ქვეყანაში და არავის არ აინტერესებს აი ამისთანა სიახლის ინტერესი ეს ხო ნიშნავს იმას რომ ისინი არც ტელევიზიას და არც ტელევიზია არ მოვიდა ესე ძალიან მნიშვნელოვანია ანუ სხვა საზოგადოებრივი მაუწყებელი სათაური აქვს სრულიად სხვა ფუნქცია სრულიად სხვა თუ ხარ საზოგადოების მაუწყებელი იქ იჯდა საზოგადოების საუკეთესო სახე დღევანდელ ჩვენ ბატონმა რომან რურუამ და საბჭომ ქართული ერთობის დარბაზმა რომ მოისმინა განვითარების პროგრამები როგორი უნდა იყოს ტელევიზიის ქალბატონი მედია აბაშიძე ტელევიზია ქართულის დირექტორად არის რეკომენდირებული და დანიშნული პრაქტიკულად ასე იგი ლაპარაკი არის ტელევიზიას ყავს თავისი ხელმძღვანელი გენერალური დირექტორი ქალბატონი მანანა იმედაძე კომპოზიტორი და ჟურნალისტი უაღრესად საინტერესო პიროვნება მაგრამ სააქციო საზოგადოება ქართული რომლის შემადგენლობაში შედის იქ არის დირექტორი ქალბატონი მედია მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აი ეს სათნოებით სავსე და უმაღლესი პასუხისმგებლობის ქალბატონი აი შეძლებს იმას რომ ამ ტელევიზიას ძალიან დიდი მომავალი იქნება მით უფრო კორიფეები იდგნენ ამის სათავეებთან დიდი მადლობა ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და მე ვერაფერს მარტო ვერ შევძლებ დედაკაცს არ შეუძლიებელია ისე რომ თქვენთან ერთად აი სულ ამას საუბრობთ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მე როგორც გავიგე თქვენ სკოლაში არსენას გეძახდნენ რომ როგორც გვითხრა ერთმა პიროვნებამ იმიტომ რომ დაჩაგრულების ის იყავით მომხრე იყავით და დღეს ყველაზე მეტადაა საჭირო თანამედროვე არსენა მით უფრო ქალბატონი თუ იქნება ქალბატონო მედია საერთოდ შეიძლება დავამატებ დიახ საერთოდ აქვთ ზუსტი 100%-იანი ინფორმაცია ჩვენი წიაღისეული შესახებ ის რაც საქართველოში დაგროვებული იყო დამოუკიდებლობის მოპოვებამდე რამოდენიმე ქართველმა ადამიანმა ვინც ამ დეპარტამენტში მუშაობდა ეს ყველაფერი მოიპარა გაიტანა და თავისთან დაალაგა შემდეგ ეს ყველაფერი უცხოელებს გადასცა ასე რომ ყველა ელჩმა ვინც აქ მოდის ისინი მოდიან ნასწავლები სად რა გააჩნია საქართველოს ამიტომაც არ მოდიან საქმე იმაშია რომ ქართველებმა არც მთავრობამ და არც არამთავრობამ ეს ინფორმაცია აღარ უცით ეს მონაცემები განადგურებულია ჩვენთვის ჩვენის აღარ გაგვაჩნია ასლების კი არ დაგვიტოვეს ისევე როგორც არ დაგვიტოვეს 50 წლის განმავლობაში ქართული ნიადაგების მდგომარეობა რომ შეისწავლებოდა საოცარი სპეციალისტების მიერ ისიც განადგურებულია ჩვენ აღარ გაგვაჩნია ეს ყველაფერი ჩვენ არ ვიცით რა ქვეყანა გვაქვს და რისი მოქალაქეებს წარმოადგენთ ასე რომ ელჩებს ნუ დავემდურებით მაგრამ კარგი წინააღმდეგობა მაინც ბატონო დავით ჩვენ მზად ვართ თქვენთან მივიდეთ და ის ჩვენი ასლები იქნება გაგვაცნოთ რომელიც თქვენთან ინახება აი როგორი ხალხი ყავს მე ერთა კონგრესს მაგრამ უბრალოდ ისე არ ნიშნავდა იცით რომ აი ჩვენ კეთილი განზრახვის ადამიანები ვდგევართ აქეთ ხარეს ხო ჩვენ არა გვაქვს რაღაც ისეთი ჩასაფრების პოლიტიკა რომ ვიღაცას რაღაცა ვავნოთ მივდივართ ღიად გაშლილი ხელით გაშლილი გულით და გვინდა რომ ერთად რაღაც ჩვენ ხარ ვეუბნებთ რომ თქვენ წადით სახში და ჩვენ რა გავაკეთოთ ჩვენ ვამბობთ რომ მოდით ხალხო ერთად გავაკეთოთ და ამათ არ უნდათ ეს ერთობა და მოგიწევთ მინდა უთხრა ხელისუფლებას რომ აუცილებლად მოუწევს
ან კარგია. საზოგადოებასთან და საზოგადოების ღირსეულ ნაწილთან, ან როგორც ბატონმა დავით ვაბრძანა, ერთ წელიწადში მოგიწევთ, რომ წაბრძანდეთ, ან ჩაიდარიოთ, ან უფრო თბილი რამე მიიღოთ. თქვენი პოზიცია თუ შეიძლება რაღაცა ენერგიას მაქვს. ეს კეგართოა. აი, აქ არის რესურსებზე ამოქმედებაზე ლაპარაკი. მაგალითად, აი თქვა რომ ჩვენთან გამოყენებულია სახნავს საწესი მიწების დაახლოებით მესამედიც კი არა, ხო? ეს 200,000 მოგვანს ხო ეს ციფრებში ამოწევს. უამრავი რესურსი საერთოდ გამოყენება. ეს ყველაფერი რომ ამოქმედოთ იმას ენერგია უნდა იმას უკვე თქვენ სჭირდება. ახლა აბატე რომ მოქალაქეები ყიდულობენ ელექტრომობილებს და სახში ტენია. თქვენ გაგიშვათ სული ისევე თქვენ და იქიდან. ყველა ეს ელექტრომობილი ვიწი დავტენთ. ბენზინი დავდება. სოფლიოში. იმავებით ნება ეკოლოგიური მიზეზი. ესე მდინარეების დებები თანდათან შემცირება და ჰიდროელექტროსადგურებსაც შეექმნება პრობლემა. მერე ბუნება მერტები გახდა. ეს ხალი ხან მოვარდება, ხან არ იქნება. ესე არასტაბილური მდინარეების კალაპოტში წყლის დონე იქნება ხან კატასტროფულად მაღალი, ხან სულ არ იქნება. რა ელოდება ენერგეტიკას და ჩვენ სულებს. ჩვენ გვინდა რომ ეს ავამოქმედოთ, ჩვენ გვინდა რომ მანქანები იაბად დავტენოთ თან ეკოლოგიურად სუფთაერად და ტრანსპორტზე რომცა გვინდოდა ბენზინი დავდება, უფრო და უფრო გაძვირდება, იმიტომ საქმეები დავდება. მდინარეებს ელოდება კაი არაფერი. თანაც ახალი ელექტროსადგურებს არც აგვაშენებიებენ, არც სწორია ეს ხეობების ისა, ხო? რა ვქნათ? სადაც ჩვენი რესურსების შენახვა ენერგიის. ბატონო, ეს სწორედ ეს კითხვა არის თქვენ როგორ ხედავთ? ახლა შენახვა რამდენი შეინახავთ, მაგრამ რაზეა რა? განახლებოდი, იმაზე არა ლაპარაკობ ჩვენ რაღაცა საოცრებებზე მუშაობთ გერმანიასთან ეს ნენდენავითარდება სამწუხაროდ არ არის სიცოცხლეები. ვიღაცებს შეიძლება კიდევაც აქ, მაგრამ ესეთი რევოლუციური სიახლეები სამწუხაროდ გამონგონებლებს ახასიათებს რაღაცით სიხარბე და ბევრი ისე წავიდნენ ქვეყანაზე, თან წაიყვანა თავისი აღნიშნა. იმიტომ რომ ამას რომ მალავ ეს პატარა რაღაცას ადვილად დააპატენტებდა და ადვილად დაგინერგა, მაგრამ როდესაც შენ ემუქრები მთელ ენერგიულ ინდუსტრიას და თან რიცხვ ამ შეიძლება მილიარდები იშოვო, ადამიანი ხარბდება. თან ეშინია კიდევაც. აქედან გამომდინარე ესეთი რევოლუციური რაღაცების დანერგვა არის ძნელი, პატარ-პატარ ნენელეობით ყველაფერი ცოცხლობით ყველაფერი ვითარდება, მაგრამ უცებ რომ შეცვალო ენერგეტიკა, ეგეთი რამე არ ხდება. იყო ტესლა, გიჟად გამოაცხადეს, ხო, ფაქტიურად სიბერეში მას არ ეკარებოდნენ ტესლას, იმიტომ რომ ისეთი რამეებზე დაიწყო ლაპარაკი, რომ კოპერნიკოვი ლაპარაკობდა. ასევე მაქსველის უდიდესი მეცნიერი იმ ნაწილში, სადაც რომელზეც დავწერე ნაშრომი. იმ ნაწილში ის აღიარეს და მის იდეას უწოდეს მაქსველის დემონი. ასე ოფიციალურ ლიტერატურაში მაქსველის დემონი. დემონი არ იყო ის იდეა. დემონური იყო ის იდეა, რომელმაც ეს იდეა დაბლოკა. და თქვა, რომ ადამიანი უნდა დააბოლოს მიზა, ადამიანი უნდა გაანადგუროს ბუნება. აი დემონი, აი კელვინმა გაანადგურა მაქსველის ეს იდეა. კელვინმა დაარქვა მაქსველის ამ იდეას მაქსველის დემონის ლიტერატურული ტერმინია ფიზიკაში. ცნობილია ეს გავი, როგორ შეთავაზა მაქსველმა და როგორ გაანადგურეს მაშინ ნობელის პრემიის ლაურეატები საყავთ გაგნეული მაქსველის ეს იდეა და ქვია მაქსველის დემონის არ განხორციელდებაო. და ფაქტობრივად დემონურ იდეოლოგიაში მოაქციეს ენერგეტიკა. და უბრალოდ დედამიწას ესე დემონი შეპყრობილი ჩვენ ვარ და მაქსველი გვეუბნებოდა რომ გიხსნეთო, მაგრამ არ დაუჯერეს. ხო? თქვენ ხართ პიროვნები, რომელმაც მაქსველიც გადაარჩინეთ და საქართველოს უნდა აღიაროს. გასაგებია ნუ ახლა საქართველოს თქვენ ხართ ეს. ხო ხდება ეს საით მივდივარ, ჩვენ კრიზისი გველოდება. იმიტომ ჩვენ დედამიწა გავანადგურეთ, დავბურგეთ, რესურსები ამოვწურეთ.
გეუბნებით საზღვარი ამოლებადია. ეკოლოგიური პრობლემების გამო მყინვარები ატაროვდება. ჩვენ მყინვარების 30-40% გამქრალია უკვე. ახლა თუ მოისმენთ მაგათ ეკოლოგიური მეცნიერების აკადემიის კონფერენციებზე ვაკეთებ მოხსენებს ჩვენ. პირდაპირ სტატისტიკურად ეს მყინვარები ბევრი გამოკვდა დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთში. მყინვარების ბევრი აღარ არსებობს და პატარავდება ეს. ეს იმას ნიშნავს, ეს ყველაფერი პრობლემის ველოდება. ამ დროს გვინდა რომ ავამოქმედოთ რესურსები უფრო კარგად ვიცხოვოთ, ცხოვრების დონე პროპორციულია ენერგეტიკის. ყველა წარმოება შეიძლება ენერგია. ცხოვრების დონეს თუ ამავლებთ, ესე იყენებ ბევრი ენერგიას. საიდან ეს ენერგია? აქ მარტო დაგროვებაზე არაა ლაპარაკი, ამათ ლაპარაკი განახლება ენერგიებზე, მზე, ხარ, ზღვის მიმოქცევის ენერგეტიკა. ეს ყველაფერი ათვისებული არ არის. ათვისებული არ არის, იმიტომ რომ ეს არის სპონტანური, იმ დროს არის, როდესაც არ გვინდა. და როდესაც გვინდა, ახლა მზე იმ დროს, როცა გვინდა, საღამოთი არ არის. ესე იგი, რა უნდა ვქნათ? ესე იგი, როცა არ უნდა დავაგროვო, როცა დავჭირდება გამოვიდოდეთ. აი ამიტომ საერთოდ აკუმულატორების თემა ძალიან ძლიერი ვითარდება, მათ შორის ელექტრომობილებშიც. უკვე თუ გინდა ელექტრომობილები, ეს ქიმიური ტექნოლოგიები ვითარდება და ამავე დროს პარალელურად არსებობს ენერგიის აკუმულირების სხვა საშუალებები, რომელიც ყველას არ აქვს. საქართველოს აქვს. ღმერთმა გვაჩვენა ისევ ბევრ სიმდიდრეს შორის ღმერთმა ჩვენ დაგვიტოვა ესაც. შეიძლება წალკის წყალსაცავთან სამებასა და განთიებს შორის გაკეთდეს ჰიდროსაკუმულაციო ელექტროსადგური. თუ მიგიმართავს ბატონო მანდან ამ წინადადებით ხელისუფლების. მე მიმართ ენერგეტიკის განვითარების ფონდს და დაინტერესდნენ და მის მიერ დაინტერესებული არიან. და დიდი არიან დაინტერესებული. ხო, ახლა დაინტერესებული ხო. შეშფოთება. შესაძლოა ეს პროექტი არ არის ბიზნეს მომგებია. ეს არის ქვეყნის გადარჩენის პროექტი. ეს პროექტი ძვირია. აქ უნდა სადღაც დაახლოებით 20 კილომეტრის თითქმის გვირაბის გაყვანა, რომ ამ წყალმა უნდა იაროს მიწის ქვეშ მაგრამ ხორცელობს სახელმწიფოში მისი რესურსი, რომ სტრატეგიულად ეს თავის ბიზნესმენი ამაში ფულს არ ჩადებს. მაგრამ ეს წარმოიდგინე რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ენერგეტიკულ პრობლემებს შეუცილებს. ადამიანებს ექნება თავისი საკუთარი ელექტროსადგური სახლში და ბიზნესმენს გაყიდვა უნდა ენერგიის და აქ რომ მოსახლეობას მზის პანელები დაუყენონ და იმაზე ფული დახარჯოს, ბიზნესმენი ამას არ გააკეთებს. ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ან მსოფლიო ბანკმა რაღაცას, იმიტომ რომ რეგიონული მნიშვნელობის სააკუმულაციო სისტემა შეიძლება შექმნას, სადაც სომხეთს და აზერბაიჯანს ესეთი ბუნებრივი არა შეწყვილებული. ჩვენთან არის ზუსტად თანაბარი ფართობის ორი ტბა, 35 კვადრატული კილომეტრი ორივე, წყალკის და ფარავნის. 10 სანტიმეტრი რომ მოაკლო, ქვემოთ და 10 მოემატება ზემოთ. ზიან ამინში. საღამოთი ამჭიკე დღის საათებში. საღამოთი როგორ კი მოიმატებს მოხმარება, ეს კალი მოდის უკან და 1000 მეგავატს ის სიმძლავრის ეს 10 სანტიმეტრზე თუ 20-ზე გააკეთა, ორი მაგენსა. განახარჯები რა იღირებს რომ გაკეთდეს? ეს მინდა და დამესაკუთრე. ეს მილიარდს მაინც ლარი? დოლარი. ეს 20 კილომეტრი მარტო იქნება, აი მათ შორის მანძილი ამ ტბას შორის. უნდა იყოს ამას ექნება ჰორიზონტალური არხების და ვერტიკალური. რამდენი წელი უნდა მაგის აშენებას? გასმე როგორ მუშაობენ რაღაცას მე მაგი ახლა არ ვიცი, მაგრამ არა შედეგი რა იქნება დაახლოებით? შედეგი ის იქნება რომ მაგალითად 200,000 ოჯახს ექნება საკუთარი ელექტროსადგური. იქნება უფასო ელექტროსადგური. არა, თავისი მზის პანელები დააყენებს. მზის და ქარის, შეიძლება ქარის შეიძლება კომბინირებულად 200,000 ოჯახს 1000 მეგავატი სიმძლავრის. ეხლა თქვენ რას თქვით, ეს ფასი 100-ია ზუსტად, რომ 1 მეგავატი ღირს რეალურად 1000. ეს არის ჰიდრო, ეს არის რევერსული. ეს ტურბინა იმავდროულად არის ისაც კომპრესორს, ესე რევერსულად მუშაობს. ეს
შექმნილი არის ბევრ ქვეყანაში, სადაც მთიან რეგიონში ოღონდ ესე ორი ტბა ხელოვნურად იშვიათია რომ არსებობდეს ამ ხელნატრები ასეთ თომლეთას ხოვებას უნდა იყოს. და მანძილზე ძალიან დიდი აღება იყოს. და მე საკმაოდ იმიტომ რომ ახლა ჩვენთან აგერ გვაქვს. 200,000 ოჯახი საქართველოში იქნება დაახლოებით მილიონი ოჯახი. მაქსიმუმი. მილიონი. 20% აი განსაკუთრებით ქალაქებში ცხოვრობს სოფლებში, სასამზადისო ეზოები ხო? რომ მოსახლეობა სოფლებში ენერგია ამარაგერა საბუთი გავითვალისწინებთ ბატონებო იმ ხარჯებს რეალურად რაც სახელმწიფოშია. სკოლად გაუაზრებელი IT სამსახურები, სადაც ფაქტიურად უსახური ადამიანების თავშეყრა, პარლამენტარის ხელფასი, მათი მომსახურების ხარჯები, უკვე ამის ფონზე მილიარდი დახარჯვა იმაში, რომ 200,000 ადამიანი საპენსიო ფონდია კიდევ. საპენსიო ფონდია კაცო. კი ბატონო. სახელმწიფო უნდა გააკეთოს. ეს პროგრამა, რომელიც მოსახლეობის და მოსახლეობა მიიღებს ფასოდენს. მოსახლეობას ექნება პანელები, რა შეესაბამება. ეხლა მოქალაქემ რო იყიდოს მზის ისა, მას უნდა მოყვეს ინვენტორი, რომ თვითონ და აკუმულატორი, როცა მზე არის იტანება და მე საღამოთი იყენებს, ეს აძვირებს იმას, ძალიან ის ინვენტორი და გადამხნელები ძვირია და ახლა მარტო პანელები გადაჭირდება, ხო? ამიტომ ეს ამ პანელების შეძენა ესაც ანუ შეიძლება ეს ჯერად ხარჯთან იქნება. პანელები გადაჭირდება სოფლებში და ნუ სადღაც და შემდეგ არის უფასო. მე ხარ, უკვე ის დენს იღებს რა იქიდან, როგორც სელში უშვებს ამას, იმიტომ დღისი დაჭირდება, როცა ჩახჩახებს გამოთულა ყველაფერი და მოსაღამო დენი ისე უკან მოდის, ხო? და ეს ყველაფერი გროვდება სასახლე ჯავახეთში, ხო? და იქ ისე გროვდება. ეს გზას უხსნის მზის ენერგეტიკა და ქარის ენერგეტიკა. გარდა ამისა ბიზნესის კუთხითაც, იმიტომ რომ ღამის საათებში მეზობლებს აქვთ იაფი დენი. ღამის საათებში ჭარბობს იჭარბება. შეიძლება ღამის საათებში იყიდო იმათგან დენი და ღამე ესე ორჯერ დაცალო და აი საკნა აწირო დღე-ღამეში. ღამე აწევო ამ წყალს, დილის საათებში ხო მოხმარება მაღალია. დილის საათებში ისევ დაუშვებ ამას. ხოხტები ესე ორი ციკლი შეიძლება გაკეთდეს დღე-ღამეში და ეს ივაჭრებო, ამით მეზობლებში ივაჭრებ, დენს მოიგებს. ძალიან ძლიერ გუნდი მეცნიერთა შეიკრიბა ამ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით და ბატონი ამერანის არგუმენტები ისეთი აღმოჩნდა, რომ მე ვერ ვნახე მეცნიერი, რომელიც ამ დარგის სპეციალისტები შეგამათებოდნენ. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ყველაფერი არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან. რიონის ხეობას კი არ უნდა ვფარავდეთ იმით, არა, აგერ არის რეალური, რასაც თავაზობთ. უბრალოდ მეტი განმარტებისთვის მაყურებელი რომ კარგად გაიგოს ჩვენ საუბარში, მე დაგისვით კითხვა, ანუ ეს პანელები იქნება ერთჯერადი დანახარჯი თითოეულ ოჯახზე და შემდეგ უკვე მოსახლეობას აქვს უფასოდენი. ნუ ხა ეს წარმოიდგინეთ რა ხელა სიკეთე იქნება ადამიანის მეოთხედი მოსახლეობისა პრაქტიკულად. ნუ ჯერ მეოთხედი, შემდეგ კიდე განახორციელება. ეს ბიუჯეტიდან სრულიად შესაძლებელია აღქმის მოძიება. ეხლა ეს წყალი აბონეზე ათამაშე, ეხლა ბამ უნდა დაიწოს 10 სანტიმეტრზე. თუ 20 სანტიმეტრზე დაწევ ხო, უფრო მეტ ენერგიას იმაში, ასე შემთხვევაში 400,000 მოსახლეობა ტბას დაეწყობა და აწევს ერთი მკვლელით. მაგრამ ის იწევს, აიწევს და აიწევს რა, ვეგი. კი არაფერი იკარგება, ბუნებაში არაფერი არ იკარგება. აწევს და აწევს ახლა. ასე ზღვას მიქცევა მოქცევას გააჩნია და შეჩოვლიდა სოფლი რა. ხო, ესე აწევს და აწევს, დღე-ღამეში ორჯერ. ჩვენ ბატონი მერაბ ჯიბლაძე გვეუბნებოდა ერთ დიდი ფიზიკოსი იყო, რომელიც ამბობდა იმას, რომ ქერჩის კლიმატში რაღაც დინება იწყებს მოძრაობას, რომელიც ბათუმის თავზე ტრიალებს და მას შეუძლია ბათუმის და ქობულეთის განათება, ცივი წყალი, გათბობა, ყველაფერი აბსოლუტურად უზრუნველყოს. ეს ყველაფერია ბატონმა სოსომ რომ ახსენეთ თქვენ რომ მოისმინა, ის არის დარწმუნებული ყველაფერ ამაში და იგივე თქვა ჩავზღვაში არის ისეთი ენერგეტიკული რესურსები და არა მარტო ენერგეტიკული. აი ეგ არის ჩვენი ასეთი მეცნიერება რო ყავს ქვეყანას, ეს არის ბედნიერება. ბატონი ესე იგი მერაბ ჯიბლაძე პატარა ნავით შედიოდა ამოდენა მეცნიერი ნობელის პრემიის ლაურეატებთან მუშაობდა, აკეთებდა კვლევებს და სასწაული შედეგები დაადო. ნუ სამწუხაროდ არ არის დღეს ცოცხალი. დიდი მადლობა ბატონო. ამასთან დამატებად მომენტალურად ჩავთვალოთ. ბატონო ამირან, მოდი გავახავ. კარგია. არის კრეატული საზოგადოება სოფლიოსი, სადაც შეიკრიბა ყველა სავართ მოაზროვნე ტვინები.
კრეატიული საზოგადოება ქართულადაც ითარგმნება და მე ვთხოვე ამერიკის პრეზიდენტს, მე არ ვიცოდი თუ ქართულად იყო და იმათ აქვს თავიანთი ხელოვნური ინტელექტით უკვე 60-ზე მეტ ენაზე და ჩემი თხოვნით ქართულადაც ითარგმნა. მე უკვე გამოგიგზავნე თქვენ ბატონო ამირან კრეატიული საზოგადოების აი ეს უნიკალური ინოვაციური პროექტები თქვენი იდეა უკვე განხორციელებულია იქ და პრაქტიკულად მუშაობს ოღონდ პატარა ესე იგი ასეთი პატარები ეს თქვენი რასაც მილიარდიანია ძალიან გახხოვთ 3 საათსა და 32 წუთზე იქიდან მოყოლებული ბოლომდე ჩადით და ნახეთ 7 საათიანი ის არის ეს კრეატიული საზოგადოება იქ არის არა მარტო ესენი არამედ აბსოლუტურად სულად ახალი ენერგიის წყაროები და უბრალოდ მე ძალიან ვთხოვ ბატონო ამირანს რომ ამაზე უკეთესი ენერგეტიკოსი ვინმე იყოს რომ ეს გააშუქოს თქვენ გადაცემებში და ისინი აჩვენეთ რა აი ეს კრეატიული საზოგადოება თან ქართულად არის ხალხო ქართულად არის ნათარგმნი ისინი ცხინვალია ცხინვალი ძალიან მოკლე ბაპატიეთ და ამას მე ვთქვი რომ ესე იგი ამ წიგნში და ბატონ გივი თალაკვაძე ეხლა ამ წიგნის გარშემო ტრიალებს კარგია ალიანსის გარშემო და შესაბამისად დღეს მე ძალიან დიდი ყურადღებით უსმენდი ბატონ გივის მოხსენებას აი ამ რესურსებზე. ეს არის წყალი, არის რესურსი. ბატონ გივიმ წინვალე ჩამოაყალიბა ეს რესურსი არის. დღევანდელ დღეს აი იმ კრეატიული საზოგადოება იქ სადაც ეს რესურსი არ არსებობს, საქართველოს არის რაღაცა თვითმომადლებული აი ამ რესურსი იქ სადაც არ არსებობს ატმოსფერულ წყალს იჭერენ და არის ის ატმოსფერული წყლის გენერატორები, რომლითაც უბრალოდ იმიტომ რომ ის აფრიკის და ის ქვეყნები სადაც იყო დაპირისპირებულ წყალს იღებენ, არა, ნუ წყალი რა, ადაწლის გარეშე შეუძლებელია ხო ცხოვრება და აი იმათ გაუკეთეს, აი ამ კრეატიულ საზოგადოებამ გაუკეთა ატმოსფერულ წყალს იჭერენ და ატმოსფერულ წყალს ხო და აი ამით ახლა ჩემთვის რა არის ჩვენი უბედურება სწორედ ეგ არის რომ ბატონ დავით თხოვ რომ ოპონერება გამიკეთოს თუ ერთად დავხვეწოთ 2013 წელს საქართველოში მოეწერა ხელი 190 მეტრამდე დადგენილებას ბიოპროდუქტების წარმოების შესახებ. მე ძალიან მაინტერესებს რომ თქვენ ყველაზე მეტად ჩახედული ხართ და იგივე ბატონ ხანიშვილსაც ვუთხარი რომ რამდენია ბიოორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქტები წარმოებული საქართველოში. ეგ მინდა რომ გთხოვთ რომ ეგ იქნებ დავაზუსტოთ. პირველი, მეორე ჩემი კითხვა. ინდოეთი, რომელიც ჩინეთზე მეტი მოსახლეობა ყავს, 2016 წელს სიკიმის შტატი 100%-იან ორგანულზე გადავიდა, აკრძალა პესტები და ისინი კი ბატონი თემურაზი კი იმაშება ხოლმე იუმორით იმაშება რომ ჩაკუჩია ის პესტები, შხამქიმიკატები, რომელიც გამოაცხადა რობერტ კენედიმ, ეხლა ამასაც თუ შეიძლება იმასაც ჩავთვალ ბადემ ეგ არის უნიკალური სამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთხელსაყრელი აი ამ პროექტების განხორციელება და ჩემი მოგზაურებული თხოვნაა რომ აი ეს ბატონი რომან რულუა და ბატონი გივი თალაკვაძე როდესაც ამბობენ რომ წყალი ეს არის წინვალი ენერგია პირველი არის წყლის გარეშე ძალიან დიდხანს ვერ იცხოვრებ ხო სწორია და ესე იგი სუფთა წყალი და ეს არის ეს ჩვენი წყალი გახდა აგრეთვე იმ ვითომ და გასუფთა, ვითომ და ფტორი, ვითომ და ხლორი, ვითომ და იმით გასა და კიდევ ამას დაემატა ტონობით ტესტები, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჩემმა კოლეგებმა როცადეს რომ აი დაბინძურებული მათიჭები და ისინი გაესო ვერ გაასუფთა. ესე იგი კოსმოსი ყველაფრით სადეს, მაგრამ ის რომელიც იყო უკვე დაბინძურებული ეს წყალი თვითონ წყალი შეცვალა სტრუქტურა, იმიტომ წყალს მეხსიერება და გარკვეულწილად აი ამ წყალი გახდა უკვე როგორ გითხარ ქრონიკული დაავადებების გამომწვევი. შესაბამისად დღევანდელ დღეს
პირველი რაც მუშტი გაარტყა იმ გუბერნატორმა სიკიმის შტატმა 2016 წელს 100%-იანი ორგანული გახდა და 2018 წელს სიკიმის შტატმა მიიღო ოსკარი ფაოსგან ვინაიდან ესე იგი ამაზე უკეთესი აგროპროექტი არ გახორციელებულა. ეხლა რატომ არის ეს ამბავი? იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ალბათ ტექტონური ცვლილებები მიდის ამერიკაში, რატომ? იმიტომ რომ ტრამპის მიერ დანიშნულმა ჯანდაცვის მინისტრმა რობერტ კენედიმ გამოაცხადა, რომ 60% ამერიკის მოსახლეობისა არის ქრონიკული დაავადებული. 1 ან 2 ან 3 დაავადებით. და შესაბამისად ამაზე არის უამრავი ფარმა ინდუსტრია, რომელიც უამრავ წამლებს უშვებს და მაშინ როდესაც მისი ფაქტორები ამ ქრონიკული დაავადების გამომწვევი არის სინთეტიკური პიგმენტები, რომელიც იწარმოება ნავთობიდან, ეს არის პესტები, შხამქიმიკატები ისინი, აგრეთვე აუტიზმი და ისინი ვაქცინებზე და იმაზე რომ წინათ თუ იყო რაღაცა გარკვეული 10-მდე ვაქცინაცია, ეხლა არის 54-მდე და კიდე მეტი არის ისინი. ესე იგი, პატარა ბავშვები რო იბადება, უკვე იკეთებენ და 6-მდე ბავშვს არ აქვს იმუნური დაცვის სისტემა, რომ ამ ვაქცინამ იმუშაოს. შესაბამისად, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის საქართველოსთვის ეს არის ერთი დიდი შარაგზა, შეიძლება ითქვას, რაც დასახა უკვე და რომელიც მეცხრე თავი დავთხოვე, რომ სწორედ ეს მახას მე გავხადოთ ამერიკა ისე ჯანმრთელი, მე ამერიკა healthy again, რომ აი ეს გავხადოთ საქართველოს ისე ჯანმრთელი და ის უამრავი აფთიაქები, რომელიც ფანტასტიკური მოგებაში არიან, რომ პრაქტიკულად საოცრებაა, როგორ შეიძლება სინთეტიკური არსებები წამლებით მოაჩინო ის, რაც მაგალითად ის პესტები და ის შხამქიმიკატები და ის უბედურებები ანგრევს ჩვენს ორგანიზმს, ხო? თანაც მარდა მაგისა ჩვენი უბედურება იმაშია, რომ NPK-ი, აზოტი, ფოსფორი, კალიუმით მოყვანილი ისინი, ეს არის ბუტაფორია, ეს სასუქი, სინთეტიკური სასუქი, აზოტის სასუქი და შესაბამისად კი მოსავალი არის, მაგრამ მათი კვებითი ღირებულება არის ძალიან დაბალი. რატომ? იმიტომ რომ მინიმუმ 29 მიკროელემენტი ჭირდება ადამიანის ორგანიზმს, 91 არის აღმოჩენილი ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ 29 ვიცით რა არის. პროფესიონალი ბიოქიმიკოსი ვარ და ამისი რა ფაქტორებია, რომელ ფერმენტებს რომელი ჭირდება, მაგალითად ის რომ რკინის გარეშე ჰემოგლობინი ვერ გადაიტანს, ჟამბათ 200-ზე არ არსებობს, ხო სწორია. აგრეთვე ცინკი, სელენიუმი და ისინი რომ ჩვენი იმუნდაცვის სისტემას ჭირდება კოფაქტორება და დაუცველია ჩვენი ორგანიზმი თუ ამ მიკროელემენტებს რატამალმა უნდა უშოროს, ხო? მიეცი ეს მიკროელემენტები იქნება ჯანმრთელი ადამიანი და ბავშვი ორგანიზმი. ინტელექტუალური ისინი აგრეთვე, აუტიზმი, აგრესია უამრავი რაღაცები კვების იმასთან და წყალთან. ხო, კიბო. გააოცრეთ, ხო, კიბო. საქართველოს უბედურება ტრიალებს. ხო. აი, ამიტომ ამ საკვების გამო ზუსტად. ჩემი მოგზაურებული თხოვნა, რომ აი ეს გამომწვევი ქრონიკული დაავადების გამომწვევი და ტრილიონები იხარჯება ამერიკაში ამ ქრონიკული დაავადებებით ვითომ სამკურნალო და ეს ატყობს ფარმა ინდუსტრიას, ხო? და ჩვენთან ეს არ გვაწყობს, ჩვენ ეს არ გვაწყობს, ამიტომ დედებმა მომსწრაფ დედებმა ამერიკისა არ ნახული მხარდაჭერა გაუკეთეს რობერტ კენედის, ეს არის როგორ იცი, აი რაღაცა გამოფხიზლება მთელი იმისა და აი თავი ლიდერია რობერტ კენედი, იმიტომ მოვცემ უზარმაზარ პატივს და ჩვენ გვინდა სწორედ აქ საქართველოში ავაწყოთ მაჰას აკადემია, უკვე ინვესტორებმა მას უკვე რამოდენიმე ადგილები გამოჩნდა, რომ ჩვენ ისინი მაგალითად სინთეტიკური პიგმენტები კი აგზალა, მეუთხარი, მაგრამ რით უნდა ჩაანაცვლო, ხო? ნაცვლად მცენარეული პიგმენტებით, რაც ასე ყველაზე საუკეთესოა, ხო? და შესაბამისად ახლა მშვენიერი საშუალება უფრო გასაგები რო იყოს მაყურებლის ენაზე, რას ემსახურება ეს აკადემია და რით უნდა დაინტერესდეს ადამიანი, რომ მაგალითად დაგიკავშირდეთ, გაწევრიანდეს აი ესეთი ინფორმაცია მიეწოდეთ მე ბატონ გივი თალაკვაძეს დღეს რომ გამოაცხადა რომ ალიანს საერთაშორისო ინოვატორთა ალიანსია სწორედ ისიც რა არის ერთ ადამიანს არ შეუძლია აი როგორც ახლა თქვენ ბადობა გადაუხადეთ ბატონ თემურას რომ შეკრა რაღაცნაირად უამრავ ხალხი ერთმანეთს დააკავშირა და მეც მადლობას ვუხდით რომ უამრავ საუკეთესო ხალხს ბატონ ამირანს მე სუფრაზე თუ სადღაც შევხვდებოდი ხო აქ შევხვდი ხო ამირანს ეხლა ბატონ ამირანს ის სინათლე რომ თია იმაზე
იმით ეხლა ვერტიკალურ ფერმაში წარმოგიდგენთ რა ენერგოეფექტური მექნებოდა. დილის ისა ბატონი გიორგი წივწივაძე, რომელიც ოზონია, ფოთოლი სუფთა რომ ექნება და იქიდან რომ პიგმენტები გამოყოფდა, ის ხომ მაწოვ. ნანომიცელები, რომელიც გააკეთა ზურაბ ფუნქციაში, ეს უკვე შეიკრა ის ხალხი, რომელსაც ურთიერთ ხელსაყრელ იმეებს იმაშება. ისინი კლასტერი შეიკრა, გუნდი შეიქმნა, ასეთი და ეს გუნდი არის უძლიერესი და აი ამ გუნდიდან კიდევ უამრავი ხალხი გვთავაზობს ინოვაციებს და ის ინოვაციები თუ აი როგორც მაგალითად ბრილიანტის ბეჭდებს რო ჩასვლა ხოლმე ოქროში. აი ესე თუ ჩასვლა იმათა რა, გარკვეულწილად ხდება უნიკალური ტვინების უნიკალური პროდუქტი, ხო? აი ერთობლიობაში. აი ეს არის სწორედ და სწორედ იმიტომაც გამოვაცხადე დღეს ამ ჩემ გამოსვლაში, რომ როგორ შეიძლება რომ ინოვატორებს უზარმაზარ თანხებს უწესების საფატენჩი და ესე იგი არნახული თანხები უნდა გადაიხადოს, უბრალოდ განაცხადი გააკეთოს. ხალხთან დოლარებში. ლარებში კი არა ლაპარაკი. ლარებშია ხო, რატო უნდა იმასა? საქართველოს მთავრობა ხო აფინანსებს საკპატენტს, ხო? საკპატენტს მილიონები აქვს დაფინანსება. 14 მილიონი ქონდა 2022 წელს. ხო, ეხლა როგორ შეიძლება რომ ამხელა დაფინანსება ქონდეს საკპატენტს და ახდენებდე დოლარებში ინოვატორს, რომელიც არის ჩვენი ერისთვის ინოვაცია, არის ერის პროგრესი, ერის მომავალი. და სამუშაო ადგილები შექმნა, მაღალტექნოლოგიური, მაღალრენტაბელური. სწორედ ეხლა ამხელა უზარმაზარი ბაზარი რო დასალეოდა სინთეტიკური პიგმენტების აღძავენ. ეხლა ეს ხომ შეიწოვს ამ იმეებს და ვერასდროს ფასიურად დაიწევს და ვერასდროს ვერ გაჯერდება ნაპრალ პიგმენტები. ეს არის სისტემური პრობლემები, მაგრამ აი უფრო მეტი მინდა რომ მეტი კონკრეტიკა და ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს. აი კონკრეტულად თქვენს აკადემიასთან დაკავშირებით რომ გითხრათ რა ფუნქცია უნდა გქონდეს მას, რატო უნდა დაინტერესდეს მაგალითად ჩვენი მსმენელიდან ვინმე ამ აკადემიის გარშემო, ეს რასაც ვესაუბრობთ აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს ცალსახად კი არა, ერთმნიშვნელოვნად უდიდესი პრობლემაა დღევანდელი საკვები და ეკოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემა, რაც ბატონმა დავითვა ახსენა, ბავშვებში ბატონო დავით სისასტიკე ხდება. ისეთი რთული სტატისტიკა აქვს ბავშვების ონკოლოგიას. ატარა ბავშვები. ჩვენთან მართლა კატასტროფაა. ონკოლოგია, ეს არის უკვე როგორც თითქოს მიღებული დაავადება და ესე ყურიც მიეჩვია და საშინელება ხო ამდენი თაობა რო პატარა დაავადებული, იმისგან რა უნდა გაიზარდოს. ამიტომ აი თქვენს აკადემიასთან დაკავშირებით უფრო მეტად ჩვენს არა როგორც კენდის დამხმარე მე თქვენსაც ჩვენ ყველამ უნდა შევქმნათ ეს აქ. აი ეს უნდა გაკეთდეს და აი ამის გარშემო უნდა ვიტრათ უყურეთ თქვენი მოტანილი ინფორმაციის გარშემო რაღაცა ნაწილი გაერთიანდება, თქვენი პროექტის გარშემო რაღაცა ნაწილი, ბატონი დავითი რაღაცას მოიტანს, ჩვენც რაღაცას ვეცდებით და აი ეს იქნება ზუსტად ის შედეგის მომცემი, რაზეც ჩვენ ახლა ვწუხართ, თორე ის რომ სისტემურად ჩვენ მივდივართ და ვეჯახებით ისევ სახელმწიფოს და სახელმწიფო რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს ახლა აი ამ პრობლემების მოგვარებისა, ფაქტია, ხო დღევანდელი დღეც ამის დასტურია, რომ მათ ნაკლებად აინტერესებთ ასეთი პროცესი. კი მაგრამ ხატო უნდა თავხსნი, იმიტომ რომ ახლა ხო ხატო. მე ვიდა მაყურებელს ეხლა აი ჩვენ მე და თქვენ ვისაუბრეთ უკვე ამას. ისინი ამ ხატო უნდა თავხსნიო. მაგალითად ვას აქ აი როგორ ჩემი წვერებია, უამრავი ფესვები, რომელიც ეძებს და მისთვის სასურველ მიკროელემენტებს და მაკროელემენტებს ყველგან ხსნის იმ მიკრობული სამყაროთი, რომელიც იმაშია, ნიადაგშია და შესაბამისად ის აძლევს რაღაცას, შაქარს, რაღაც გარკვეულ ორგანულაერტს და ის კიდე აძლევს ამას მიკრობებს. შვენიერი სიმბიოზში არიან ისინი. ის ამხელა უზარმაზარ 10 მეტრის ჰორიზონტზე ის აგროვებს ყველაფერს ფოთოლში. ესე იგი მიკროელემენტებით ყველაზე სავსე და ჯანსაღი ადგილი არის სცენარში, ნებისმიერ სცენარში და თუ დედამიწა მზის გარშემო იტრიალებს, მანამდე ფოთოლი იქნება და მანამდე ფოთოლში შეიქმნება მზის ენერგიის ხარჯზე, ის ენერგია ადენოტრიფოსფორი ჟავა, ის ყველა ორგანული, ის ყველაფერი, რაც კი ორგანულია და რაც კი გემოსა და ჩვენ არომას და იმას ქმნის, ხო? და ის მიკროელემენტებიც აქ არის დაგროვილი და ჩვენ შეგვიძლია რომ ის რაც არის, ეხლა ეთერზეთების წარმოებოდა, ხო, საქართველოში, ეხლა პიგმენტების წარმოებაც აუცილებელი გახდა, ხო, აუცილებლად დღეს ჩვენთვის. და სწორედ ესეთი მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილები შეიქმნა
მიიქნება რეგიონებში და ამაში დასაქმდება ის ახალგაზრდები და მოწელეები იქნებიან ამ ყველაფრისა და შესაბამისად ბაზარი მოითხოვ და ჩვენ და საუბედურებთ ეგ როგორმე უნდა გავაფრთხილოთ თავრობა რომ იქ დაწუნებული სინთეტიკური პიგმენტებიანი ეს კამპეტებიდან დაწყება ყველაფერი რომ აქ ზღვარი დაედოს რომ არ შემოვიდეს და ეს ჩვენი ბავშვები არ დაავადდნენ ისე ვიდრე რომ 60% თუ იქ არის დაავადებული ამერიკაში აქ ჩვენთან საერთოდ უბედურება იქნება ხო სწორია და შესაბამისად აქ არის ლაპარაკი რომ მე ვთხოვე უკვე თავრობის წევრებთან რომ თავრობამ უნდა საერთოების სასწავლებით დადოს ხელშეკრულება რომ აი ეს გავხადოთ ამერიკა და რატომ გავხადოთ საქართველოს ისევ ჯავდეთ რატო არ დავხადოთ ის საქართველოს როგორც სიკიმის შტატი ორგანული სოფლის მეურნეობა იმიტომ რომ ის ხამქიმიკატები და ისინი ხო ეს აი იმის რამდენი უნდა ვყაროთ ახლა ჩვენ საქართველოში და ეს ჩვენი წინვალე აი ეს რესურსი რომელიც არის სტრატეგიული რესურსი ეს რომ დაბინძურდება ამაზე ამისი გასუფთავებაში მილიარდები უნდა იხადო და ვერც გაასუფთავებს სწორად ხო სწორია და შესაბამისად ჩემი მოგზაურებული თხოვნა რომ თავრობას უბრალოდ დავაყვალიან ვერ გააკეთებენ არა ვერ გააკეთებენ ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე რაც არის შეუსრულებელი დღევანდელი საქართველოს არ არის მზად იმისთვის რომ განახორციელოს ზეძვირი პროექტები ეგ კი არა საქართველოში არავინ ზეძვირი არის ქრონიკული დაავადებები ეს არის 50 წლის შემდეგ რომ უნდა გავაკეთოთ ისა იქამდე უნდა გავიაროთ ჩვენ არ ყავს სპეციალისტები ჯანდაცვის ვეტერინარიის ნიადაგწოდნეები და ყველა ის ვინც საჭიროა ამაში რომ თავისი ცოდნა გამოავლინოს აღარ ყავს ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ ჩვენ იგივეა რომ ჩვენ მოვთხოვთ თავრობას კოსმოსური მრეწველობის აღორძინებისა ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ მაგრამ ვინც ყავს ბატონ დავით ვინც ყავს არა გასაგებია მაგრამ ხო არიან ადამიანები კონკრეტულად არა მე გეტყვით აგერ ახლა ვთქვათ აი რამდენიმე იმას ახლა თქვენი მონაწილეობით დავიწყეთ ბატონი თენგიზი ეხმარება აი მე რომ დათესა ისინი და როგორი პიროვნებაა ნახეთ ჯერ თვითონაა ის ქალბატონი მარიამ კიკაძე მაგრამ როგორი ის ყავს მაკონტროლებელი ხუჯერ ამოწმებიებს, ფოთოლში ამოწმებინა, იმას ამოწმებინებს, რომ ისე ეუბნება, მე რო დაგიდგეთ გვერდით და ვთქვა რომ ეს არის სუფთა, მე უნდა ვიცოდე რომ თქვა აი ეს და ისე და ლაბორატორიაში გავუშვა რომ სასწაული მას აკეთებენ იქეთ, ანუ გამოვიდა რა, ის იქნება რა თქმა უნდა 1 და 2 ასეთი, მაგრამ გამოჩნდა კიდე სხვები, რამდენიმე პიროვნება მე გეთანხმებით თქვენ ახლა დღეს უნდა დაწერო იმის პროგრამა ეს ხალხი უნდა მოამზადოს. გეტყვით ახლა მაგაზე გეტყვით. ქალბატონი მარიამი აკეთებს, ეს არის ეროვნული გმირის მასშტაბის საქმე, რასაც ქალბატონი გააკეთებს. მაგრამ ეს არის კუსტარული, გასაგებია. კუსტარული ელემენტი, რომ იყოს კაი ხელოსანი და კარგად გამოთალოს ხიდან რაღაცა, არ ვიცი რაიმე. ეს ყველანი უნდა მივიდეთ მის ეზოში. ერთი წამით მე გეტყვით ახლა. კი, გასწორს ამბობს, მე კი არ ვიგამათებ. 2013 წელს დავაბრუნე უკვე დიდი ხნის პენსიაზე გასული ბატონი პედრე ნასხიდაშვილი რომელიც იყო ჯიშთა გამოცდის სპეციალისტი სტალინის დროიდან დაწყებული. მაგარი პიროვნება 2 წელიწადში მოასწრო ის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩვენ უკვე 20 ჩვენს ტერიტორიაზე კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქართლში და ცოტა იმერეთში ხორბალი, მაგრამ იქ სიმინძე იყო, დავიწყეთ ჯიშთა გამოცდა ამერიკული, ფრანგული, რუსული, ავსტრიული, მახა, ყველაფერი მანდ იყო. იქ იყო ეს კაცი გვასწავლიდა 20 ახალგაზრდას ასწავლა როგორ უნდა გააკეთოს ყველაფერი ყოველდღე როგორ აღწერა რასაკეთებს ქალბატონი მარიამ არიჩეს მე დღეს ამაზე ველაპარაკე მას ეს ყველაფერი გაკეთებული იყო 3 წელი მოვასწარეთ გავიარეთ რომ გავიგეთ რომელ რაიონში თელავშია ნინოწმინდაში იმაში რომელი ჯიშია ყველაზე კარგი მახასად არის კარგი რომელია ეკონომიკურად მომგებიანი რომელია კარგი ეკოლოგიური თუ ბიოლოგიური წარმოებისთვის ყველაფერი 17 წელში გაანადგურეს ბატონი პეტრე გარდაიცვალა 20 ახალგაზრდა ვინც ამას აკეთებდა დაბნეულია ზოგი უცხოეთში ზოგი უმშევარია აღარ არსებობს განადგურებულია ყველაფერი ამის აწყობას აწლეულები ჭირდება მე მაგას ვლაპარაკობ რომ ჩვენი ემოცია სხვა არის კეთილი ზუსტად 2 წელიწადში თუ მე ღმერთმა ინება და არ გარდავიცვალე 2 წელიწადში მე თქვენ აგიწყობთ კი ბატონო გავაკეთე საფრანგეთში მე რაც გავაკეთე იტალიაში კი ბატონო აწყეთ და გავაკეთეთ მე ამ კაცის ძალიან იმედი მაქვს მე თქვენ ოპონირება და ოპონირება ვიცი რომ გავიხარ ოპონირებას ვწევ თქვენთან ახლა ხო ამიტომ მე ეხლავე დღესვე გეუბნებით რომ არის ორგანული სოფლის მეურნეობის ლიდერი შატო ზეგანი დავით ატურაშვილთან ჩადით ნახეთ რები გააკეთეთ ეს არის კუსტარული ყველაფერი სახელმწიფო უნდა ამას აკეთებდეს სისტემურად სწორი ხართ მაშინ მაგრამ ერთი წამით რა ერთი წამით ვიფასო
თქვენ სწორედ გძანდებთ, მაგრამ საზოგადოება ირჩევს მთავრობას, საზოგადოებამ თუ უკვე შეძლო და უკვე ესეთი საჩვენებელი რაღაცები გააკეთა, დაინახეთ, დაიჯერეთ. გააკეთოს მე დაგანახეთ და დაგაჯერეთ. კი ბატონო და ერთი რა. ოპონირება ხომ თხოვეთ? კი. თქვენი თხოვნა შევასრულე ახლა. ესე იგი- ახლა მეორე რეალობა, არა მე დაგიხარდება, მე მეორე რეალობას გეტყვით, ნახეთ ახლა ჩვენ ძალიან ვიგნებით რა. ბიოლოგიური პროდუქციის წარმოება, ზეფუფუნება. ჩვენ ვართ შიმშილი გაძვალტყავებული ქვეყანა, რომელი ეკოლოგიურ ბიოლოგიურ წარმოებაზე ლაპარაკი. ჩვენ ერთი სამით მაცალეთ. ჩვენ ვერ ვაწარმოებთ. ჯობია რომ ქრონიკულად ავადიყო, ხო? მე ნუ მიცავთ ოპონირებას, მე ვარ თქვენი ოპონენტი. თქვენი დადებითი მონაცემები, მე თქვენ ოპონირებას გიცავთ. ჩვენ არ შეგვიძლია ამის ფინანსები არ გაგვაჩნია, არაფერი არ გაგვაჩნია, ამიტომ პირველ რიგში ეს გასაკეთებელია. რა პურით სხვება? ჯერ უნდა ვისწავლოთ ამის გაზომვა. ამას არ ზომავს არავინ. ჯერ აქედან დავიწყოთ, მე თქვენი წინააღმდეგი კი არა ვარ, მაგრამ თქვენამდე რომ მოვიდეთ, მთავრობას უნდა ვთხოვოთ, რომ საზოგადოებას და სამსახურებს უნებლობა იქნება თუ სამედიცინო დაწესებულებები დაიწყონ ყველა მაღაზიაში პურის გაზომვა და მივიღებთ უბედურებას. სანამ წარმოებასთან მივვალთ, მე ამას გეუბნები, მე თქვენი მოწინააღმდეგე კი არა ვარ. თქვენ გინდათ რომ ბოლო შესრულდეს, ბოლო ვერ შესრულდება, რასაც თქვენ ძანოდეს რა, თუ ნაბიჯები არ გაიარა, კაცო. 10 ნაბიჯია გადასადგმელი თქვენთან მოსვლა. უფრო მეტისად დავამატებ, გლიფოსფატი ჩრდება, რომელიც კანცეროგენია, აი ეს ხორბალი და მე იქიდან ქლუში ვინმე შეიძლება გამოაცადოს გლიფოსფატი, ესე ვერ გამოაცლი გასეს გამორიცხულია, ხო სწორია. შესაბამისად, ეხლა დღევანდელ დღეს კიდე ერთ ოპონირებას გთხოვ ჩემთან. ამაზე ესაა ჩემთვის დიდი ზემოვნება. ძალიან ცოტა დრო პოლიტიკურის გარდა ყველაფერი შეფონდეთ. ეს უნდა გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი. მე უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ ეს ორი პიროვნები აშკარად ერთმანეთთან უნდა დაჯდნენ, იმიტომ რომ ძალიან განათლდება საზოგადოება და ყველაფერი. ბატონ დავითსაც მე უნდა მივიცათ რაღაც თქვას, მაგრამ ნახეთ როგორ არის. ბატონი დავითისგან ვისწავლე მე რომ მიწა პრაქტიკულად საქართველოს ჯანსაღი აღარ არის. ზორია ხო ბატონო? ამიტომ ჩვენ დღეს თუ არ დავიწყეთ ფიქრი ქართული მიწის აი რაღაც იმას, ამიტომ ხელისუფლება პირველ რიგში თქვენ სწორად სვამთ საკითხს, საქართველოს ჭირდება ხელისუფლება, რომელიც ამ პრობლემებზე იქნება ორიენტირებული. აი თუ შეძლო ბატონმა აი აგენ თქვა თენგიზმა და თუ შეძლო თქვა იგივე ქალბატონმა მარიამა მიეხმარა ამას ბატონი კახა შენგელია მიეხმარა ბატონი გოჩა ზასოხოვი და შეძლეს ის რომ ტყვია 12 13 14%-ია კაცო წარმოგიდგენიათ თქვენ იმაში ამა ნულზე მიიყვანეს უკვე წარმოგე ეს სასაული რამე გაკეთდა ხო გეთახმები კუსტარულია გეთახმები ის არის მაგრამ ამას მომხმარებელი ხო უჩდება კი სწორი ხარ ძვირი იქნება მაგრამ აგერ ვნახე პური იყიდება იმის რა ქვია საბურთალოს ქუჩაზე რომელიც 25 ლარი ღირს კილოგრამი და რო ვიკითხე რა არის მეთქი ეს და უფრო მეც გეტყვით მაღაზიებია საქართველოში დახურული 300-400 კილოგრამი ღირს ლარი ღირს ხორცი და იქ დადიან ძალიან ბევრი მაგრამ იქ დადის ვინ? დადიან მდიდრები და დადიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩვენ ეს უნდა გავხადოთ მასიური. იმათ უნდა უთხრათ, რომ კი კარგია ეს მაღაზია, მაგრამ მარტო შეკიდულობ ამას კაცო. როგორ შეიძლება ეგეთი რამე? მაშინ მოდით გავაკეთოთ ისეთი რამე. აგერ არის ქალბატონი, რომელსაც უამრავ რამეებს აკეთებს, აგერ მართლაც მოხიბლული ვარ და უნდა გავიდეთ და ვნახოთ. აი იმაში სასაული რამეებია. ეხლა მე რომ ვნახე იქ რაც აქვს გაკეთებული თავის ეზოში ქალბატონ მარიამს ეს სასაული რამეა გაკეთებული, ხო? იმათ გული კი იმათ უნდა გავამაგროთ ეს ხალხი და ამათ უნდა უთხრათ იმას უკვე სამედიცინო დაწესებულებებმა დაურეკეს და უთხრეს რომ ეს ხორბალი ჩვენ მოგხიდეთო ჩვენ ფქვილია წარმოეთა ჩვენ მოგვეცითო ზოგიერთი ვერ ყიდის ნახევარ იმათ ლარად ერთლარად ვერ ყიდის იმას და ამათ 6-7 ლარი შეთავაზა თუ ბოლომდე გაყვებიან 1 კილოგრამში არა ეს ხო საოცრებაა მაგრამ აღმოჩნდა ის თვითონ ძლიერი პიროვნება და მაკონტროლებელი ყავს ძლიერი აგერ მარტო იმაზე კი არა რამან უთხრა რომ მე არ დავწერ არ გამოვალ თუ ფოთოლი არ შემოწდა მიწის შემოწმება არაო ფოთოლი უნდა შევამოწმო სწორს ვამბობ არა ბედნიერებაა როცა ასეთი ხალხი არის და მე ამას ვეძახი დიდ იმას გარღვევას გმირის სტატუსი უნდა გარღვევა არის ეს გარღვევა ამოიწურა სამწუხარო დიდი მადლობა ბატონ დავით თქვენ ალბათ მე მოვასწრებ 1-2 წუთი თქვი თუმცა რაშია საქმე ეს ძალიან საინტერესო პოლემიკა მაგრამ მე უფრო რეალურად რაც გვაქვს გაკეთებული დიდ რამეებს არ ვითხოვთ ჩვენ გავაკეთეთ ინოვაციური ტექნოლოგიით მივიღეთ ლითონური ხვრილები, აი სწორედ ის რომ დაუნჯერებელი და არავის შუალეგონა საერთოდ ლითონური ხვრილების მიღების უამრავი მეთოდი 25-მდე არსებობს და ჩვენ ამ საკითხის მიმართულებით გააშლებული მიდგომებით და შებრუნებული პროცესით აი რომ წარმოვიდგინოთ ახლა
წარმალგუმა დავაყენეთ რა და მივიღეთ განსაკუთრებული თვისებების ესე იგი ქმნილები. აი ამ რესურსებთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა დღეს არც ყოფილა საუბარი რომ რესურსია ის რაც საქართველოში გადასამუშავებელი რჩება. აი ჩვენს პროექტთან დაკავშირებით რომელიც რუსთაველის ფონდის სამადლობელად მინდა თქვა გავხორციელა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს ამის საშუალება მივახციეთ რას რომ დავითვალეთ ელემენტარულად საქართველოში შემოსული ავტომანქანები ხო ძალიან კარგად იცით რამდენი მანქანა და სასაფლაოდ იქცევა ალბათ საქართველოს ძალიან ცოტა ხანში ამ გადასამუშავების თვალსაზრისით. ლითონური ქმნილები მსოფლიო ბაზარზე იზრდება. არის ესეთი ადიტიური ტექნოლოგიები, რომლებშიც მხოლოდ და მხოლოდ ქმნილების სახით გამოიყენება დეტალების დამზადება. არავით არის სამსხვილო წარმოება და ასე შემდეგ. უნდა მიიღო ქმნილი ის რომელიც წინვარე რამეს ამბობს უნიკალური და ამ ქმნილებით უკვე ლაზერული ტექნოლოგიით შენდება დეტალის ზუსტ ზომაში. აი სფერო რომ წარმოედგინოთ სფეროში ქმნილი თუ გაქვს და ლაზერული ტექნოლოგია აკეთება. ეს არის გმირობა და სასაული კაცი მყავს აგერ. მადლობა ყველას და მინდა მაყურებელს დიდი კონფერენცია შედგა დღეს. დიდი უდიდესი ენთუზიაზმი და იმედი ხვალინდელი დღისა, იმიტომ რომ თუნდაც ეს სტუდია არის საკმარისი იმისთვის, რა საზოგადოებაც აქ იმყოფება, გქონდეთ იმედი იმის, რომ ჩვენ აუცილებლად წინ გველოდება ბედნიერი მომავალი. დიდი მადლობა. მინდა ვიფიქრო რომ თქვენ